როგორც მინიმუმ კონფერენს ლიგაზე მოუხდეთ წელს მაინც რა. კი სასაცილოა ვიღაცებისთვის, მაგრამ წელს მართლა ყველაზე დიდი მოლოდინებით ვარ განსწვალული, იმიტომ რომ ვიცი რა გუნდიც ყავს, ვიცი რა ბირთვიც ყავს, იმის რესურსი გვაქვს, რომ მოვახერხოთ და გავიდეთ საბოლოოდ კონფერენს ლიგაზე მაინც რა. ისტორიას ეხდავა. არა, შედიდედა. ეს ისტორიული დღეა ქართული ფეხბურთისთვის და ჯეო თიმის გამომწერებო. წამომყევით თამაშზე, სადაც იბერია აპირებს, რომ ისტორია დაწეროს და მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფში შევიდეს. ფიქრობ, სტადიონზე ძალიან ბევრი ხალხი იქნება, ამიტომ წავედით. თამაშამდე დავალაგეთ ისა წითელი და თეთრი ფურცლები და აი მე რო არ გაგიკვირდეთ, ბარემ გაჩვენებთ რა მოხდა რა. ლარნეს რო ჩამოვიდა სპეციალურად ქარი მოისყიდა და აგერ რა ვიცი, ესეთი სიტუაციაა. ეხლა მიიყარ მოიყარა. მოვიდნენ ლარნეს ფეხბურთელებს და ესეთი დახვედრა მოუწყეს ბიჭებმა, ნახეთ. 1 საათი რჩება თამაშის დაწყებამდე და უკვე მაგრად ნერვიულობ და კამერამაც კი გაჭედა, რაღაც მომენტში გადატრიალდა და აღარ მოძრაობს და ეხლა ტეიპით მაქვს დაბმული. ხო და 1 საათით ადრე უკვე ხალხი საკმაოდ შემოსულია ტრიბუნებზე და ფიქრობ, რომ 1.15.000 კაცი მაინც მოვა დღეს რა და მაგარი გულშემატკივრობა ექნებათ ჩვენ ბიჭებს და ყველა ერთად აბსოლუტურად ვინც მოვა სტადიონზე დავწერთ ისტორიას რა. აბადროებით. და საიდან იწყება, იცით ისტორიის დაწერა? საიდან? აქედან. აი აქედან. სად არის ცენტრი? აი აქედან იწყება история დაწერა. Все, что происходит тут из Все берите, играйте просто, легко, спокойно. И смело, обязательно один в один, не дать уступить. Один в один не уступить. Мы играем дома здесь. Мы дома играем. Они должны жопой чувствовать, что мы играем дома. Каждый момент не уступить, хорошо? Еще. Давай, აბა თქვენიც ბიჭო. ისტორიას ეხ, давай. დაიწყო ისტორიის წერა. აბა ნახოთ რა იქნება პირველივე ტაიმში, იქნებ დავუმთავროთ ყველაფერი. დავაი სიხა. არა! ბრავო სიხა, ჯიგარი ხარ, დავაი თავიდანვე რა. აი ხელს იქნებს ბასტოგოგუა, რომელიც მეხვეწება რომ გადამიღეო და გადაგიღო ნინიას ბაღია. დავაი ბეტო. შენიდედა თამაშკარი არ იყოს ეხლა გეხვეწები
Bravo, Natche, bravo, bravo. Პირველი არ წავიდა, მეორე წავა, bravo. დაიწყო მეორე ტაიმი და პირველ ტაიმს ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა და იმედია გოლში გადაისახება ეგ ყველაფერი და გაჩვენებთ მე გოლს საბადროები. წერეთ ქოროს არხი. რა ეს პარამეტრი კაცო. სხვა რა ვთქვა. იბერია მოიგებს უეჭველი. ეგ არის. გადმომიგდე? всё, ეგ არის. ოთხორი! ოტა ეგრე! წუთი არ გასულა, 2 წუთი არ გასულა და ეგრევე გოლი გავუშვით. აი 2 წუთი. რა გავაკეთე ჩემი? აი 2 წუთი არ იყო გასული, რომ ყელი ავიტკიე და ეგრევე გოლი დაგვახვედრეს, მაგრამ არ ვიცი, იგივე უნდა გავაგრძელოთ რა. დაიწყო დამატებითი პირველი ტაიმი. ძალიან მეზიზღება პენალტები და დიდი იმედი მაქვს, რომ პენალტებამდე არ მივა ეს ყველაფერი რა. რა ხდება? დავაი დაუმთავრეთ. ცოტა იქით ზაგან, იქით. აგერ მაგარას რო აგინეს ჩრდილოეთ ირლანდიაში, აგერ ფერგიუსონსაც მოხვდა. დავაი მაგარ გენაცვალე ხა გამოდიხარ გამოგაც არაფერი აბა რა მაგარ შენ გენაცვალე აბა რა გავედით ისრაელ მინიმუმ კონფერენს ლიგაზე გავედით ბიჭო და ევროპა ლიგას წინ არის დარჩენილი კიდე გავეიხილე კორო მოიგე კორო იბერია გაუმარ
ვათამაშებთ ნიკოლოზ დადიანის მაისურს, რომლითაც დღეს ითამაშა. მოგod გავრეცხავ სახლში და კომენტარებში რენდომაიზერით ამოგარჩევთ და აი დავით ლუიზიც შემოგვიერთდა და რენდომაიზერით გავათამაშებ კომენტარებში აი ამ მაისურს. აბა გელოდებით ისიც დაწერონ კომენტარებში უნდათ გარეცხილი თუ გაურეცხავი უნდათ. კი ბატონო, ნებისმიერ რამე. აბარა ბიჭო აბარა ღირდა რა ესეთი თამაში ღირდა რა ყველაფრად რა დიდი მადლობა ვინც იყავით დღეს მოსული ამ თამაშზე უგულშემატკივრეთ ბოლომდე ბიჭებს ჩვენ უკვე მინიმუმ კონფერენს ლიგაზე ვართ და ბევრი თამაში ველოდება წინ გენაცვალეთ აბა გაკოცეთ სასწაული გზნობაა, რავი, საოცრებაა, ძალიან გახარებული ვარ და აი მადლობა ყველა გულშემატკივრას ამათი დამსახურებაა რომ მოვიდე, ძალიან გენაცვალეთ ისტორია დაწერილია კიდევ ამთავრე ერთხელ ვიდეო, მაგრამ არ მთავრდება, ანუ ესეთი მაგარი წრე არ დამირწყავს სტადიონისთვის მეჯე რა და აი ნახეთ რა, დიდი მადლობა ყველას ესეთი გულშემატკივრობისთვის რა. სიგიჟეა რა, 9-ჯერ დაგემშვიდობეთ, მაგრამ ვერ დაგემშვიდობეთ, რა გავაკეთო? აღარ ვიცი, ხმა მიმდის უკვე, ცუდად ვარ ჩემ. ბიჭო! აბა რას ფიქრობ, როგორ მოგეწონა ესეთი სავსე ტრიბუნები ვითხოვდი და რა გრძნობა არის ეს ყველაფერი, როცა ისტორია დაწერე და ამ გუნდის კაპიტანი ხარ. ძალიან მაგარი არის პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა ამ გულშემატკივრებს, ვინც დღეს მოვიდა. მათ ჩვენ ერთად შევძელით, ეს მარტო ჩვენ არ გავიგეთებია, გულშემატკივრებმა გააკეთა ნახევარზე მეტი მინდა ვთქვა და მინდა უთხრა კიდევ ერთხელ მადლობა. რაც შეეხება ამ გზობას და იმას, რომ ამ ეტაპზე მე ვიყოფები გუნდის კაპიტანი, რა თქმა უნდა, ორ მაგაცას სასიხარულოა ჩემთვის, რომ ესე მოხდა და ესე ულოცავ პირივით თელ საქართველოს და გილოცავთ ყველას, მოკლედ ერთი სიტყვით რა. გამარჯობათ. ჩვენ ძმები ვართ კლუბები, ჩვენ გავიმარჯვებთ. გადი, მოდი. რამდენი, აბა რა ვთქვი? რა თქვი და რა ემოცია? აი სასწაული ემოცია არის, ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრას, აი წეგან თქვი უკვე რომ მე ერთ-ერთი რო გახდა, აი ამ გულშემატკივრმა გაგვატანინა გოლი რა და კიდე ერთხელ ვიტყვი, რაც შეეხება იმ გულშემატკივრს, რომელიც ჩვენზე ძალიან ნეგატიურ კომენტარებს წერდა და სულ ნეგატიურად იყო განწყობილი, მინდა რომ აი ხა შემდეგ თამაშებზე მოვიდნენ კონფერენს ლიგაზე რომ გავალთ, მოვიდნენ და ისიამოვნო და პირობას ვდებ რომ ჯერ ევროპა ლიგის პლეი-ოფს ვითამაშებთ. და შემდეგ უკვე ნახოთ რა იქნება, ყველაფერს ვიძამთ იმისთვის რომ კიდე გავახავთ ეს გულშემატკივრი. მადლობა ყველას რა. აი ხარ ჯიგარი. 9-ჯერ ხომ მოვჭი, ხა მართლა მორჩა ვიდეო. არ ვიცი, გაკოცეთ სულში ყველას, გენაცვალეთ.